ადამიანებმა ცხოველები საკუთარ მეგობრებად მიიჩნიეს. სწორედ ამ მიზეზით ჩვენმა წინაპრებმა უხსოვარი დროიდან ცხოველების მოშინაურება დაიწყეს. მიუხედავად ამისა, ჩვენს დროში ისინი ზოგ შემთხვევაში არც თუ ისე კეთილები არიან ჩვენს მიმართ, როგორც ჩვენ ვართ მათ მიმართ. ზოგჯერ შინაური ცხოველებიც კი ნამდვილი საფრთხის მომტანი შეიძლება გახდნენ ჩვენთვის. ამ ვიდეოში მე გიამბობ ცხოველებზე, რომელთა თვალშიც აჯობებს, რომ საერთოდ არ მოხვდეთ, არათუ ახლოს მივიდეთ მათთან. მაშასე, წავედით. გარეულ ღორს გარეგნულად თითქმის არაფერი განასხვავებს შინაურისგან. ესაა, რომ გარეულებს უფრო დიდი ეშვები აქვთ, ვიდრე შინაურებს. ეს ვიდეო მანქანაში დამონტაჟებული კამერით არის შემთხვევით გადაღებული. აქ კარგად ჩანს თუ როგორ ესხმის თავს გარეული ღორი მანქანიდან გადმოსულ ადამიანს. გაცოფებულ ღორს სიმძიმესაც ურტყამენ თავში, როგორმე რომ მოიგერიონ. ბოლოს კი დაუძლურებულს იმ მანქანით გადაულიან, რომლიდანაც ხდება ვიდეოს გადაღება. საბოლოოდ ღორი სავარაუდოდ მოკვდებოდა, თუმცა ყველამ ვიცით მისი ეშვების წყალობით რა დაზიანებებს მიიღებდა იქ მყოფი ადამიანები. აქ კი უკვე თოფით დაჭრილი ღორია ნაჩვენები, რომელიც გაშმაგებული მივარდება მონადირეს და ფეხზე კეთს. ღორი მონადირეს იმდენად დააზიანებს, რომ მას მაშველების გამოძახება დასჭირდება, რომ წაიყვანონ შემთხვევის ადგილიდან. კადრში ტურისტია, რომელსაც გონია, რომ ბევრი რამ იცის პანდაზე. მისი აზრით, ის ძალიან საყვარელი და ფუმფულა, რომელსაც შეგიძლია ჩაეხუტო და მოეფერო. ის ზოოპარკში იმ ტერიტორიაზე შეიპარა, სადაც ეს საყვარელი ცხოველი ცხოვრობს. მიუახლოვდა თუ არა მას, ტურისტი დარწმუნდა, რომ პანდა არც ისეთი საყვარელია, როგორც მას ეჩვენებოდა. ის პირველ რიგში დათვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცხოველი მთელი დღე ბამბუქს ღეჭავს, მას აქვს როგორც კბილები, ასევე ბასრი ბრჭყალები. ძალა არანაკლებ მისი ზომის დათვისა. საფრთხის შეგრძნების შემთხვევაში მათ შეუძლიათ ნამდვილი აგრესია გამოავლინონ ნებისმიერის მიმართ. პანდამ უჭკო ტურისტი ჯერ თავის ქვეშ მოიქცია და კბენა და ბრჭყალებით ზიანის მიყენება დაუწყო. საბედნიეროდ ამ ადამიანმა მოახერხა გაქცეოდა მას. მართალია ფეხი საკმაოდ დაუზიანდა, მაგრამ თავარია ცოცხალი გადარჩა. არწივები საშიში ფრინველებია. როდესაც ისინი მიწაზე მსხვერპლს იღებენ მიზანში, არასდროს ექცევათ ისინი და მათი თავდასხმა ყოველთვის გამარჯვებით სრულდება. იშვიათად, მაგრამ ისინი ადამიანებსაც ესხმიან თავს. ასეთ დროს არწივები ძალიან საშიშნი არიან. მართალია ფრინველის ზრდასრული ადამიანების მოტაცებას ვერ შეძლებს, მაგრამ შესაძლებელია ძალიან დააზიანოს ისინი, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ამ ფოტოზე ნათლად ჩანს, როგორ ესხმის თავს არწივი ოპერატორს. აქ კი ის ახალგაზრდა გოგონას ესხმის თავს, წააქცევს და ცდილობს მის დაზიანებას. საბედნიეროდ მალევე მოუსწრებს მას მაშველი და ფრინველი მოცილდება გოგონას. ამ ფრაგმენტში კი არწივის მიერ ბავშვის ჰაერში აყვანაა დაფიქსირებული. არწივი ძალიან მაღლიდან იღებს მიზანში მსხვერპლს და იმდენად სწრაფად ეშვება მიწაზე, რომ ძნელია მისგან თავის დაღწევა. მანქანა წყნარად გადაადგილდება იმ ტერიტორიაზე, სადაც მარტორქა ცხოვრობს. ცხოველს ძალიან არ მოეწონა ის ფაქტი, რომ მას მყუდროება დაურღვიეს. მაშინვე მივარდა მანქანას და შეუტია. დააკვირდით, თითქმის 1 ტონიან მანქანას როგორც ასანთის კოლოფს ისე ატრიალებს და რა ძალის პატრონი შეიძლება იყოს ეს ცხოველი, ალბათ წარმოგიდგენია. მართალია ის ბალახის მჭამელია, მაგრამ ძალიან აგრესიულია ადამიანების მიმართ. უმჯობესია არსად გადაეყაროს მას ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნამდვილად არ დამთავრდება მისთვის სასიკეთო. როგორც ცნობილია, ამ ვიდეოში არსებული მანქანის ზღოლი მანქანიდან გადმოძრა და თავს უშველა. აქ ჩანს, რომ ზოოპარკის ყველა დამთვალიერებელი გაოცებულია გორილას გარეგნობით. თუმცა ცხოველს ასეთი ზედმეტი ყურადღება არ სიამოვნებს და ის თვალის დახამხამებაში მივარდება შენობის სარკმელს. საბედნიეროდ სქელმა მინამ გაუძლო ასეთ დარტყმას, თუმცა მასზე საკმაოდ დიდი ბზარები გაჩნდა. ეს ცხოველი ძალიან საშიშია ადამიანისთვის და მინის გატეხვის შემთხვევაში არავინ იცის რა მოხდებოდა იქ. ამ ვიდეოში ვხედავთ ერთი შეხედვით სასაცილო სცენა, სადაც ადამიანები და ღორები შანან. მამაკაცი ეპარება გოჭს დასაჭერად, რომლის სავარაუდოდ დაკლა და შეჭმა უნდა. კაცმა უცებუა იგრძნო საფრთხე დედაღორისგან და მაშინვე გაუშვა ხელი გოჭს. მიუხედავად მისი საკმაოდ წონისა, ის ძალიან სწრაფად გარბის, რაც ნამდვილად იხსნის მას უეჭველი დასახიჩრებისგან. არსებობს ქვეყნები, სადაც ნიანგები ძალიან ახლოს ცხოვრობენ მოსახლეობასთან. ამ კონკრეტულ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ ესტუმრა ნიანგი ინდოეთის ერთ-ერთ მცხოვრებს სახლში. რასაკვირველია, მასთან მიახლოება შეიძლება ფატალური შედეგი დასრულდეს და ამის გამო მას შეგნებულად ზემოდან აღიზიანებენ. როგორც ცნობილია, ნიანგი დაიჭირეს და ზოოპარკში ააბარეს.
ეს რეპორტიორი მალევე მიხვდა, რომ რეპორტაჟის გაკეთება სირაქლემას კვერცხზე, იქ სადაც ამ სახეობის ამდენი ფრინველია, ძალიან ცუდი იდეაა. ფრინველებს ნამდვილად არ მოეწონათ, რომ ქალმა მათი კვერცხი აიღო. ამის გამო მათ აშკარად და გასაგებად აუხსნეს ქალს, რომ უჯობესია მათი კუთვნილი დააბრუნოს ადგილზე. არ ამგონი ამ ადამიანმა ამის შემდეგ კვლავ მოამზადოს მსგავსი რეპორტაჟი ამ ერთი შეხედვით უწყინარ ფრინველებთან. ვეფხვი თევზი, ასე მოიხსენიებენ ამ წყლის ბინადარს. მას გოლიათ თევზსაც უწოდებენ. ის ნამდვილი მტაცებელია უზარმაზარი კბილებით. ბუნებას მისი ასეთი კბილებისთვის ხელსაყრელი სამალავები გაუკეთებია. ყველა კბილის ზემოთ საჭირო ხვრელია, სადაც როგორც ქარქაშში ხმალი, ისე თავსდება მისი კბილები. თუ ფიქრობთ, რომ პირანიაა ყველაზე საშიში თევზი, მაშინ კარგად დააკვირდით ამ არსებას და დარწმუნდებით, რომ ამაზე საშინელი თევზი არ არსებობს. თუ კი ფიქრობთ, რომ კატებს მხოლოდ მოფერება და ალერსი უყვართ, თქვენ ცდებით. ისინი ზოგჯერ ნამდვილ მებრძოლებადაც გვევლინებიან. ეს ვიდეო ღიმილის მომგვრელია. ამ ერთი შეხედვით უწყინარი კუნფუისტი კატისგან ბევრი არასასიამოვნო ნაკაწრებით შეიძლება მიიღოს ადამიანმა. შრატის აუცილებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ. კობრა ერთ-ერთი ყველაზე საშიში გველია დედამიწაზე. მისი ნაკმენი აუცილებლად სიკვდილით მთავრდება, თუ დროული დახმარება არ აღმოუჩნდა მისგან დაგესლილს. ამ ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანების უმრავლესობას არ ეშინიათ მისი და მათ შორის ისეთი გაბედული ადამიანებიც აღმოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც ცდიან ამ არსების მოთმინებას. თქვით, რომ ძალიან საშიშია მისი ნაკმენი. კარგად დააკვირდით ამ კადრებს. ეს მამაკაცი სავარაუდოდ არის ის, ვინც ამ სახეობის წვრთნაში იღებს მონაწილეობას. ის იმდენად შეჩვეულია ამ გველებთან ურთიერთობას, რომ მასში საფრთხეს ვერ ხედავს. თუმცა ზოგჯერ ასეთებიც ხდება. წარმოიდგინეთ, რა საშინელი განცდა იქნება, როცა კობრა პირდაპირ სახეზე გიკვენს, თითქმის თვალთან. სავარაუდოდ ამ კატეგორიის ხალხს ყოველთვის თან ექნებათ ანტიდოტი შხამის გასანეიტრალებლად. ცხარიაო, თუ გაცხარდა და ცხარეაო. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ნამდვილად დაწმუნდებით ამანდაზის ჭეშმარიტებაში. კაცი საკვებით ცდილობს მშიერი ცხვრების გამოწვევას და შედეგით სახეზია. ვერძი ბრაზდება და შეტევაზე გადადის. ის ნამდვილად გაცხარებულია და თუ კაცი წააქცია, მას მართლაც სულად ექნება საქმე. კენგურუები ნამდვილ მებრძოლებად გვევლინებიან და არ ღირს მათთან საქმის დაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ხელში ჩაუვარდებათ მათ, ისინი აუცილებლად იწვნევენ კიკბოქსის ნამდვილ ილეთებს ასევე შინაურთან. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. ველოდები ლაიქებს და კომენტარებს. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეო 1000 ლაიქს მოაგროვებს, მე აუცილებლად გავაგრძელებ ამ მიმართულებას. გემშვიდობებით მომდევნო ვიდეოებში. ნახვამდის.